სახელით ჩვენთან არის შევთხოვ დიდია ჩვენი სარწმუნოების ნუგეში ძალა და დიდია მადლი მოგზანებული ხარ რომელიც ადამიანზე მოქმედებს და შეუძლია რომ ადამიანი გარდაქმნას როგორც დედებს მაგალითად მეუღლეს არის სცენება წმინდა ძველმოწამე ნეოფიტე ორდონელი ეპისკოპოსისა რომელიც არსი იყო დიდი სასწაულები და იმედით უყურებთ დღევანდელ დღეს მინდა გითხრათ მონასტერში მისული დასარბევად იხილა თქვენ ეს იცით რომ დიდება ყველაზე დიდი რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს ზეგარდამო ხილვა სიმრავლე ანგელოს და დღევანდელი დღეებსა რომ ჭეშავალი ამაშენებაზე შემდგომში რომ მოკლედ რომ ეპისკოპოსი გახდა რას ეწამა და სწამა ქრისტე მოკვდა თქვენი მიცვალებულისთვის ის რომ ქრისტიანია ის რომ ისი მართლმადიდებელია აი მისთვის ქრისტე სიტყვები და ქრისტე რომ ამების დროს ესეთი იყო რომ ჩვენთვის ეს ამხელა ნუგეშარჩემდა ქრისტესთვის ისე უბრალოდ რომ ვიმჟელოთ აი როგორ და მადლობა ქრისტეს რომელსაც მოკვდა და თუ ესე უყვარს ერთადერთი რაც ჩვენ დღევანდელ სახარებაში მოთხრობილი ესთან იმიტომ რომ განკურნებული არ გეწყინოთ მაგრამ ეგრეთ წოდებული ღადარინელი ეშმაკეული არის და ჩვენ ხედავთ სახარებაში რომ ძირითადად უფალი და როდესაც კურნავს ადამიანებს ეუბნება ნუგეში გითხრათ სარწმუნოებამა შენ გაწხოვნა შენ გითხრათ რომ სარწმუნოებისა შენი მიცვალებულისთვის დღევანდელი დღე ძირითადად ნუგეში აი განკურნებულები უბრალოდ გითხრათ გახარებულია დღეს სარწმუნოების ნიადაგზე უკურნავს უფალი მაგრამ არის შემთხვევები როდესაც უფალი დაიწყება რომ მეტა როგორ არაფერს არ ეძიებს ადამიანისგან არაფერს არ იტყვის თუშია თუ წყურია და ჩვენ კიდევ ერთხელ ხედავთ თუ და მინდა როგორ უყვარს ისინი დაპურებულებს ადამიანი ხარებულებიც არიან ჩაცმულებიც არიან დახურლებიც არიან მოგვითხრობს ამის შესახებ დღევანდელი სახარება მონატრება მაგრამ როდესაც ისინი ეს ადამიანები ვარ შევიდნენ აი ამ სოფელში თქვენ ისით რომ ადარაში ორი ბუნება აქვს რომელიც გალილეის მანაც იტირა ლაზარეს იქეთ არის და საფლავთა რომ მივიდა მაგრამ მოვიგმე ეგებოდა მას კაცი ქალაქისაგან რომელსაც თანა იყვნენ ეშვა აი ესე არის აღწერილი ამ ადამიანის მდგომარეობა და იმდენად ძიმე იყო დაპურებაზეც ფიქრობს და თქვენ გაიგონეთ 60 ხულო იწყება ესეთი სიტყვები მრავალგზისო წარიტაცის იგივე და შებურგილიანი ჯაჭვებითა და საკროლითა და სვედა განხეთქი საკროლები და იძავნები ეშვალისგან მისგან უდაბნოს ადრე ეპისტოლარული ძიმე იყო ამ ადამიანის მდგომარეობა ჯაჭვებით გადაადგილება და ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში ამიტომ წერილები იგზავნებოდა ჯაჭვების ვერ იჭერდა და სულიერია იმდენად იდევნებოდა საფლავებზე ცხოვრობრივია იმდენად სული წმინდის მიერ არის დასმული რომ კანონიშველი სახე შეიძლება დღეს გარეშე აბსოლუტურად ეპისტოლე ეს არის ბიბლიიდან ერთ-ერთი გაუბედურებული ნაწილი ადამიანი რომელსაც ითხოვდა და იწყება ესეთ სიტყვები იმდენად შეპყრობილია ბოროტისგან რომ ხოლო არამნებავს უმეცება ითქვან თქვენი ძმანო შესვენებულთა გამკურნეო უკვე მისიპირით უკვე თვით არცა ლეგიონი ლაპარაკობს როცა უფალი ეკითხება რომ რა უნდა რომ მე არ მინდაო რომ ლეგიონი ეუბნება იმიტომ რომ ბევრი ვარ თუ ანუ მისი ცვალებულებისთვის მარტო მწუხარება ქონდეთ როგორცო ისინი ვისაც სასოება არ აქვს მე მინდა ჩვენ დავშვებთ რაზეა რომ თუ კი ადამიანი არ იქნება ფხიზლად რა მდგომარეობამდე შეიძლება მოვიდეს ის ქრისტიანობა არ ნიშნავს აი ხანდახან რო შევიდივართ ხოლმე მაგალითად ათეისტები არ ვარ და თეისტები ვარ მაინც ყვები რაღაც შემთხვევებს თუ როგორ დაბუდდა რომ აღიარებთ სახში ბოროტება და რებს აკეთებდა ვაღიარებთ რომ მოქმედე განკაცდა თქვენ წარმოიდგინეთ სახში თუ შეიძლება რომ ჯვარს ეცვა მოკვდა ჩვენთვის და აღდგა და ამავდროულად გასახაიებას რაღაცებს ვაღიარებთ რაღაცები ხილულად იმოქმედა თუ ამას ვაღიარებთ ყველაზე მეტი სახლი მისთვის სახლი რომელსაც ის ეძებს ეს არის ადამიანი რომ მოკვდა და აღდგა თუ კი ადამიანი მიგრეცს მას ამის შესვენებული იგი იესოის მიერ მოიყვანეს თავის უფალი და მას შეუძლია რომ ეუფლოს ესე იგი და ბოროტი მას ვერ დაეუფლოს შემდეგი ჩვენი ადამიანი მისცემს უფლება არის ეს რომ აი სანამ შეიძლება წამს რომ ქრისტე მოკვდა და აღდგა პირველი რაზეც დაგვეჭველი წამდა სახარება სწორედ ეს არის რომ თუ კი ადამიანი იქნება უდება აღორძინოს მაგრამ და სულიერ ცხოვრებაზე აიფიქრებს სანამდე შეიძლება ცოტა ძნელია ირწმუნო რომ იმათაც აღადგენს ვიხდით როგორ მდგომარეობაში ამისთვის სახარება დღევანდელი სახარება იოანე დიდებაში უფალი გვეუბნება ნუგიკვირს და მოწყალებას რომელიც თვითონ მიდის უფალი აი ამ სოფელში თვითონ მიდის უფალი რა თქმა უნდა უფალმა იცის იქ რაც უნდა მოხდეს
და ყველა საქმეს რადგანო რომელსაც უფალი რამე თუ მოვალ ჟამიო რომელსაც ყოველი რომელიც აღასრულებს არა თავისი მისისა არამედ იმისთვის რომ იდიდოს ღმერთი და რომ ადამიანმა ისწავლოს ადამიანმა მიიღოს შეგონება ადამიანი გახარება განა არის ჩვენი უზრუნველობა ჩვენი სარწმუნოებრივი მეორე რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხა ჩვენ გვისაუბრია სახარებაზე მაგრამ მეუბნებით ვამბობთ რომ სულიერმა საკითხებმა იცის და აღება მიძინება აი ჩვენი დავიძინო მე სიკვდით სადაც ტერმა ჩემმა მრევლად წარმოგიდგენია ჩვენ ვიცავით სამნე ანუ არ მივეძინოს რომ ადამიანი გარდაცვალების სულიერ მიძინება სასიკვდინეს კანონია განჯებაა უფლის მიერ რომ ვიცა იყავ მისასაც ადამიანი მიძინებს სულიერად მე გარკვეული დროის შემდგომ საფლავს ბაზე და ზუსტად ამას ნახავ რომ ეს ნუ უკვე დავიძინო შეერთო ნუ სადაც თქვას ტერმა ჩემმა მრევ ყავს მრე ნიშნავს მოერია დაიშალა ხო დავამართება და ვიცა შეერთო და მე აი როგორია მეორე რაზეც მე მინდა რომ ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ აი ამ სახარებაში დავინახეთ ამ ადამიანის მდგომარეობა მაგრამ ისინი ვინც ვერ ხედავენ ამის დასტური ხილული როგორ ამ ადამიანის მდგომარეობას და ვინც ლაზარესთან ვერ მიხვდებიან იმას რა შეიძლება დამართოს პალესტინის ბოროტმა ადამიანს ვინც იცი დღის მეორე შეგონებას 4 დღეში შეგვაგონეს კიდე დღევანდელი სახარება როდესაც გახსნილ მიცვალებულ ბოროტის სულები დაუძახა ლაზარე აი მე კიდე ერთი რამ მინდა გითხრათ გამოვიდა ლაზარე როდესაც ადამიანზე რაღაც არის ორი თუ გამოვიდა ამის მერე წლების მანძილზე იქნება შეიძლება იყოს და ღვთის დაშვება შეიძლება იყოს ორივე ეხა ვიღაცას რო ღმერთი ყოველაზრია მას უკრია შესახებ უკეთესად აფარო და როგორ საიდან ის ჩვენ ეკლესიას ხელმძღვანელი ყავდა რომელიც რას ხედავს და გასწორდა და შენ როგორ ვათაშორის დაწესების დროს ეს ლოცვა ერთ ლოცვაში ეს ის ამაზე უკეთესად როგორ იქ კვეთებულის ლოცვა იკითხება შეფუცების აი ადამიანი რომ მოდის მოსანათლად პირველი სამი ლოცვა შემდეგ აი დღეს მინდა რომ გითხრათ აი ეს სწავლება მეშვაკის განსხვავების ლოცვადეთ და იქ ეს ჟამი მოახსოვს კითხულობს დელი რომ განვედ ამისგან რამოწავლება ხორთაცაზე და არა გაქვს ხელმძღვანელის შესახებ ჩვენ კარგად ზუსტად აი ამ სახარების აი დავუშავი აი შემთხვევაში რომ კითხულობ როდესაც წამში ესე იგი აქ წერია რომ მოვიდა ეს ვინ აქცევს ამას ყურადღებას ადამიანი უბრალოდ ამ ადამიანის სახით მოდის ლეგიონი სიმრავლე ეშმაკთა და ეუბნება რომ აქედან არ გავდევნო სახარება გვეუბნება რომ როგი იკვირნო მაშინ ღორებში შევალთო იცის იმა რომ ჩვენ ეს ფაქტია რომ ესე იგი ეუბნებიან ღორებში შევალთო ესე იგი ვერ ვარ თლალი არ მიუშვებს ღორებში 50-50-ზე ვარ და ნუ გიკვირსო ესეო და ეხლა ბოლოს ჩვენ დავინახავთ თუ რა სარგებელი მოუტანა ამ ადამიანს იმ ძიმე მდგომარეობა ყოველ მდგომარეობა რომელშიც იყო და მე თქვენ მიხვდებით რა მოკლე ლოცვებს რო გეუბნებით რომ უფალი დიდია და რომ უფალმა შეიძლება ადამიანზე რაღაცა დაუშვას რომელიც ჩვენ შეიძლება ვერ მიხვდეთ რაღაც მომენტში მაგრამ ბოლოს მიხვდებით მიიყვანა ესე იგი რა მოხდა და რო განკურდა და რა სარგებელი მიიღო მან უფალი ეუბნება რომ ესე იგი მეორე რაზეც განიკურნება და ეს არის ის რომ ესე იგი უძლურია ის უფალმა ჩვენი უძლურება იმიტომ რომ ზალა არა ეშმაკს აზრიერებს ახლა მომისმინეთ თუ გვეტყოდა მაგრამ კი ადამიანი ნუ გიკვირთო მიუშვებს იცი ჩვენი უძლურება აი ამიტომ რამდენადაც მიუშვებს ადამიანი მიდათ აზრიაში რაც არის ყოველ შემთხვევაში მას აღორძინეს უძლურია სხვადასხვა შემთხვევაში სარწმუნოება არ არის ჩვენ არ ეძინს რომ აი არო ადამიანს აქვს საოცარი რამ ღვთისგან მიცემული ეს არის ღვთის ხატება რომელშიც მოიაზრება სამი რამ ეწირება ზოგი უარყოფა მე ამას ხშირად შეგახსენებ ხოლმე რომ ისიც მოწმობა ქონდა ისიც მაგრამ ერთ საკუთარ თავზე სამი რამ ჩვენ რო ვკითხულობთ რომ ადამიანი ღმერთმა შექმნა ღვთის ხატად და მსგავსად ამიტომ ღვთის ხატებაში არის სამი რამ ბოლოს გეტყვით აი ეს არის ის რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული ეს არის ის რომ ადამიანი არის გონიერი არსება ეს არის ის რომ ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი ამის წინა ეს ისეთი ძალა ეს თავისუფალი არჩევანი რომ აი ამ ძალით მას პავლემოციკული აგძელი ძალიან ადვილად შეუძლებს და ამბობს ესეც იყოს ხოლო ამას გავსება ავითარებს ადამიანი ანუ ადამიანს შეუძლია სიტყვითა უფლისობა უფლის სიტყვას გვეუბნება და თავის სიტყვას გვეუბნება რომ პავლემოციკულია მიერ გასვოს მე არის უფლის მიერ ნათქვამი იმიტომ რომ ჩვენ და ვხედავთ ესე იგი შემდეგ წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ვინც ვერ ხედავს იმას თუ რა შეიძლება დამართულები რასაც არის ეს არის ამ სოფლის ხალხი ამას ვერაფერს ვერ ხედავს ფაქტია რომ ვერ ხედავენ ამ ადამიანის უმძიმეს მდგომარეობა ვერ ხედავენ ჩვენო ვინც ცოცხლები ვიქნებით აი ეს უკვე სწავლება არის კარგად დაიმახსოვრეთ ესე იგი
ამას მივაქციოთ ყურადღება რა მოვიდა აი ამ თავის დროს დაუშვა უფალმა მიუშვა პავლე მოციქული გარეუბნება რომ აღდგომის განდევნა ცოცხლები იქნებიან იმას შევიდნენ აი მორების კოდში ესე კი არეუნება ძალიან მოკლედ წერია რომ ჩვენო ვინც ცოცხლები იქნებიან ჯოგი აი ამ მორებისა გადაცვლიდა ხრამში დრო ღმერთთან არ არის შემდეგი ესე იგი რაზე ჩვენ უნდა ყურადღება გავამახვილოთ ეს არის ჩვენ ღორებზე ვლაპარაკობთ მაგრამ სალმოში წერია რომ კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმახო ბაძვი და იგი წული 80 წელი გვა მიემსგავსა მათო ესე იგი შეიძლება ადამიანიც კი მიემსგავსოს ეხლა რამდენი პირუტყვს და ღორს ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მე მაგალითად ესე ვიტყოდი რომ აბა რითი განსხვავდება აი ხა შევხედოთ გამოცხადების წერია ადამიანი რომელიც იმდენად იყო დრო როცა მიჯაჭვურია ამა ქვეყნიურ დრო როცა აღარ იქნება არაფერი არ არის დრო ნივთიერ რაღაც ჩვენო ვინც ცოცხლები ვიქნებით ამ შემთხვევაში ღორების მეპატრონებზე ვლაპარაკობ უფლის მოსვლის დროსო რომელთანაც გვასიან წემსები ეუბნებიან რომ ესეთი რაღაც შეგვემთხოვო ესეთი რაღაც მოხდაო და უფალია და ბრძანებითა და ხმით ანგელოს თავრისათა საყვირით აღუთისათა გარდა მოხდეს ესე და დარნიგი ქრისტეს დაჭვებით დამული გასისხლიანებული გაუბედურებული და მე ხედავენ აი ამ ადამიანს ვის ვართ ანუ ჯერ გვდრები აღდგებიან გონიერი ფერხთათ ანა იესოს და მე იმდენად მადლიერია რომ ქრისტეს ფერხთით არის ის მეხებთან არის და ესენი ხედავენ ამ ადამიანს შემოსელს და უკვე ნორმალურს მაგრამ ნახეთ მათ პეტრე მოციქული ეუბნება რითი განსხვავდებიან ისინი ღორებიდან ნახეთ რაღაცა დისკომფორტი შეექმნათ მატერიალური და ვერ გაიგოს და დამნაშავეს და თავის იმაზე გაიგოს მათი ჭკუი დამნაშავეს ეუბნება რომ წახელა სიღრმეა ღორები და მოციქულის ერთ სიტყვაზე შეიძლება რაღაცა დისერტაცია ადამიანი ვერ დაინახო ადამიანი მე მგონი რომ განსხვავება მათ შორის და იმ ღორებს შორის დიდი არ არის უბრალოდ ფიზიკურად ესენი ადამიანები არიან ესრეთ მარადის ანუ იმდენად მიჯაჭვული არიან აი რაღაც მატერიალური ასეულობას რომ სიტყვა არის იმ ადამიანს ვერ ხედავენ ვიცხოვროთ ისე ჩვენ მე მინდა ესე იგი რომ ამაზე დავფიქრდა ჩვენი მიცვალებულები უფალთან იმიტომ რომ ახლა რამდენსაც ჩვენ ლაპარაკობ და რამდენსაც ჩვენ სახარებას შეგვაგონებს და გვასწავლის ყველაფერი არის ადამიანისთვის და ჩვენ ვერ ვწონთ და ჩვენ ხანდახან ადამიანს ვერხდი და ისინი ვერ ცხონდებიან ვერ შევხვდ ანუ ორივე უნდა ვცხონდეთ და დანარჩენს ყველაფერს ხედავთ ხო ვერაფერს ვეღარ გააკეთებთ ამაზე ჩვენ უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღებას იმიტომ რომ ადამიანი არის ოქრო ადამიანის გამო რომ აი მაგალითად მითქვია რომ შენ და ხორცი შეისხამი აკუნდისაგან წმინდისა რომ შენ და მარიამისაგან მეორე ნახევარი და ასე შემდგომ რასაც ვკითხულობ ჩვენ ყოველდღე ხო ადამიანში ერთი ადამიანის გამო ამ ადამიანს ვერ ხედავთ ისე ასე რომ ჩემო ძვირფასებო ძალიან დიდი მოგეში ეკლესია აი გავამახვილო და ვერ ამოწურავს შემდეგ ენა ვერ აღწერს უფალი განერიდება მათ თავიდან რას თქვი რომ აი წილვა რომელიც აღვავლინეთ იმხელა ნუგეში ჩვენი მიცვალებულები აი რომ ქართული ის არის სადაც არ არის გასვლა ვერ გამოთხოვს ადამიანს რა არის დღევანდელი უფალი ჩვენთვის განა ისინი არ უყვარს ეხა თითოეული ჩვენთაგანი ეხა პირველი ადამიანები განა ისინი არ უყვარს ყველა ადამიანი უყვარს მაგრამ წირვაზე რო დავდე ისინი არ მოისმენებით ხოლმე გადაგებას თორე ახალი ამბავი საკვირველ ამბავს გეტყვით რაღაცა იმდენად მუგეში ვიგრძენი რომ ბიბლიური ხრობალებულები ესე იგი მეტი ძველი ძირითადად არის ებრაელი ერის ისტორია რა ბიბლიური მოხსენიებაშია მაგრამ და იქ ჩვენ ძალიან დიდი 400 წელზე მეტი ისინი ეგვიპტელების მონობაში იყვნენ ეგვიპტელები იყვნენ მიეცა და თაყვანისმცემლები უღმერთო ცხოვრობდნენ მოკლედ რა ისა მინდა რომ ეს ისტორია შეგახსენოთ ეს თვეში თქვენ წარმოვიდგინეთ მოსე რო გააგზავნა გარდაიცვალა ებრაელიერის გამოსაყვანა და ფარაონის წინაშე სასწაულები რომ მოახდინა ეს ბექა იყო მე ღმერთი იმასაც უშვებდა რომ იქნებ ეს ფარაონი მოქცეული იცვალა არ ის სასწაულები მოახდინა ადამიანები უყურებდი ამ სასწაული მოახდინა მართლაც უნდა გონს უნდა მოსული უყურებდი და არა ვერ მოვიდა არ მოვიდა მაშინ გონს რომ მოსულიყო ისე ჩაიწერებოდა იმის მერე ფაქტიურად ანუ რისი თქვა მინდა რომ ჩვენ აი როცა ვისმენთ ესეთ რაღაცა შეიძლება გაჭო გეუბნებით რომ როგორ ნუგეში ხომ არა ეს ადამიანები არ უყვარს ვერიდანს ამათ რატო არ უკადაში არ მოგაგ ის ეს ეშვაგეული ვერ დაინახა არ არიან მიმღებენმა იესო ქრისტემ რომელიც არ არიან დამტევნი ისე უყვაროა ეკლესიაში მოსული ადამიანები ზოგიერთი იღებენ აქედან დაითმინა რასაც ამ მარგალიტებს ჩვენი მისვალები ვერ იღებენ და ჩვენ შეგვიწყალოს და კეთილგონიერება მოგცეს ეკლესიაში მოსული სიბრძნით განვლოდ რა თქმა უნდა ეს არ შეგეპაროთ რომ ისინი რომ რამეს მიმღებნი ყოფილიყო უფალი გაჩერდებოდა აუცილებლად მათაც უკან დაგებდა მათაც უფლისა არაფერს არ ეუბნება ხედავთ ჩვენ
და ჩვენ ხედავთ და ესე იგი როგორი მადლიერია ეს განკურნებული მან იცის